Let me ask this question. Ერთი შეკითხვა მაქვს. უკრაინა რუსეთის ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება. უამრავი ადამიანი დაიღუპა. დიდი თანხას დავხარჯეთ. შეუძლია უკრაინას გამარჯვება? სენატორო, ვფიქრობ, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს. როდესაც საქმე სამშობლოს ეხება, ადამიანი იბრძვის ისეთი სიმტკიცით, რომ თუ საკუთარ თავს არ წარმოიდგენ მსგავს სიტუაციაში, ვერც კი მიხვდები, რამდენად რთულია ეს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ცენტრალური სარდლობისა და ნატოში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ახალი სარდლის კანდიდატს მოусმინეს. თავარი საკითხები რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, უკრაინაში კრემლის ომი და მასთან დაკავშირებული რისკები იყო. გენერალი ალექსუს გრინკევიჩი, რომლის საქმიანობაც ბოლო პერიოდში ოპერაციების მართვასთან იყო დაკავშირებული, მალე ამ ორ უმნიშვნელოვანეს თანამდებობას დაიკავებს. იგი იქნება ამერიკის სამხედრო ძალის წარმომადგენელი ევროპის კონტინენტზე. თუ მის კანდიდატურას მიიღებენ, გენერალი გრინკევიჩი გადაიბარებს ევროპის სარდლობასა და ნატოს უმნიშვნელოვანეს თანამდებობას. ვლადიმერ პუტინი მუდმივად ახსენებს დასავლეთს, რომ რუსეთი რჩება მტკიცე მტრად და არღვევს საერთაშორისო სამართალს. რუსი დიქტატორის უკრაინაში შეჭრამ სიკვდილი და განადგურება მოუტანა დემოკრატიულ ერს და ეს მსოფლიოსთვის გაფრთხილებაა. რუსეთის სამხედრო საფრთხე დღეს ისეა აქტუალური, როგორც არასდროს. ცხადია, რუსეთი მხოლოდ ნატოს მოკავშირეებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. იგი უშუალოდ ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსეთი მზადაა ბირთვული არსენალით სრულად გაანადგუროს ჩვენი სამშობლო. სენატში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პუტინთან დათმობაზე არ უნდა წავიდეს. სენატორების თქმით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეკავების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის როლი უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ამ სარდლობის ძალთა შემცირებაზე საუბარი აზრს მოკლებულია. მინდა აღვნიშნო, რომ პუტინი უკრაინაში ომის გამო კოლოსალურ ფასს იხდის. მან დახმარებისთვის ირანსა და ჩრდილოეთ კორეას მიმართა. უკრაინის შეერაღებული ძალები კი კვლავაც გმირულად იბრძვიან და საომარი მოქმედებების ახალი ინოვაციებით გვაუცებენ. მათ შორისაა ბოლო დროს უპილოტო აპარატებით განხორციელებული შეტევები რუსეთის ტერიტორიებზე. ვთვლი, რომ პუტინთან დათმობაზე წასვლა არასოდეს იყო მიზანშეწონილი, განსაკუთრებით კი ახლა. პუტინთან შერიგების დრო ახლა ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, ეს არ არის ის მომენტი, რომ შევუწყვიტოთ მხარდაჭერა მათ, ვინც პუტინის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის. ალიანსში კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა უპილოტო ტექნოლოგიები, იქნება ეს საჰაერო თუ საზღვაო სისტემები, რომელთა ეფექტურობა მაგალითად შავი ზღვის რეგიონში გამოჩნდა. მე პრიორიტეტულად განვიხილავ ამ შესაძლებლობებს, რადგან რუსული საფრთხე მასშტაბურია. ჩვენი მხრიდან ამ ასიმეტრიული პასუხის ჩამოყალიბება გადამწყვეტი იქნება ევროპული უსაფრთხოებისთვის მომავალში. სენატში მოსმენისას სენატორებმა და გენერალმა გრინკევიჩმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა გასათვალისწინებელია რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პარტნიორობა. სწორედ ამ კოალიციის შესაკავებლად გეგმავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის მომავალი მეთაური. ჩემი აზრით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან თუ წააგებს, პუტინი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოკავშირეებს, ნატოს წევრ სახელმწიფოებს. მეთანხმებით? სენატორო, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, ვფიქრობ, პუტინმა უკვე შექმნა ომის ეკონომიკა და მასზე დაფუძნებული სამხედრო მანქანა, რომელიც თავისი არსებობით ქმნის რეალურ სამხედრო საფრთხეს. ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. How to provide options to the alliance.